დილამშვიდობისა საქართველო, ორშაბათია დღეს და როგორც ყოველ ორშაბათს შემოგვერთა მიხეილ ცაგარელი, რომელმაც კვირის ასტროლოგიური პროგნოზი უნდა შემოგთავაზოს. რადიო იმედის მოსმენის შესაძლებლობის გარდა ამჯერად უკვე შეგიძლიათ გვადევნოთ თვალყური პლატფორმებზე იმედი ჯიმაი, ვიდეოჯი, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე და შეგახსენებთ, რომ გადაცემის სრული ვერსიის ჩანაწერი ასევე დაიდება ჩვენს Facebook გვერდზე. დილამშვიდობის. დილამშვიდობისა ბედნიერი დილა დღე და კვირა ყველას და ხარებას გილოცავთ. თავისთავად, თუ გახარებულები ყოფილიყავით ყველანი, მთელი მსოფლიო, საქართველოს ყველას უსურვებ ამას, რომ გახარებულები იყო და სიყვარულით სავსე. ეხლა რაც შეეხება იმ მოვლენებს, რა ხდება ცისკაბადონზე, რა ტენდენციებია საინტერესო კვირა თავისებური თავისთავად და პირველ რიგში თავისებურება რაშია? ორ ნაწილად შეიძლება გავუღოთ ეს კვირა. 10 რიცხვის ჩათვლით და 10 რიცხვის შემგო. ანუ 10 რიცხვის ჩათვლით პერიოდი შედარებით უკეთესია, იმიტომ რომ დედამიწა მაინც პოზიტიურ ნარგოველშია, შანსები მეტია, ურთიერთგაგება მეტია, ჯანმრთელობა შედარებით უფრო მდგრადია, შესაძლებლობებიც ყოველხრივ იქნება უფრო მეტი, მოლაპარაკება გინდათ, ხელშეკრულებები და შემგო 10 რიცხვის შემდგომ სირთულეები მოიმატებს და განპირობებული იქნება პირველ რიგში ეს რით. სავსე მთვარეობით, რომელიც ჩვენ გველოდება კვირას და რაც უფრო მეტად მიუახლოვდებით კვირას, ეს დაძაბული ტენდენციები მოიმატებს, იმიტომ რომ სავსე მთვარე მოგეხსენებათ, აქ ხდება მზის და მთვარის დაპირისპირება ცისკაბადონზე, ვერძის და სასწორის ზოდიაქალურ ღერძზე. ეს ნიშნავს იმას, რომ მოდის ზედმეტად დიდი ენერგია, ამიტომ არ გაიკვირდეთ თუ რაც უფრო მეტად მიუახლოვდებით კვირა დღეს, უძილობამ შეიძლება ეჩინოს თავი, რომ ზედმეტმა ენერგიამ შეიძლება არ დაგაწინოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ უძილობის შედეგად ადამიანი ხდება უფრო გაღიზიანებული, მეტ შეცდომებს უშვებს, უფრო მეტად აყვება ადვილად პროვოკაციებს და კონფლიქტების ალბათობაც მოიმატებს. ამიტომ მეორე ნახევარი კვირისა უფრო რთულია, ჯობია ყველაფერი მაინც პირველ ნახევარში შევასრულოთ, მოლაპარაკება, ხელშეკრულება, ახალი საქმის დაწყება და შემდგომ მეორე ნახევარში უბრალოდ გავაგრძელოთ შვიდად. და კვირა დღეს, ესე იგი სავსე მთვარეობას ვიყოთ ცოტა ყურადღებით. თავის ტკივილებმა შეიძლება შეაწუხოს ზოგიერთი ადამიანი წნევასთან მიმართებაში. რეაქციო წნევას ყურადღებას სხვადასხვა წნევასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს რამდენიმე გეომაგნიტური დღე, მათ შორის 4 შაბათი, 5 შაბათი, პარასკევი და შემდეგ თვითონ კვირა დღე. ამიტომ მით უმეტეს, ესე იგი თუ იგრძანით, რომ არის რაღაცა ესე ცვალებადობა თავის ტკივილები მით უმეტეს კვირას, აუცილებლად წნევა და შესაბამისი პროფილაქტიკა, რომ ამ მდგომარეობიდან ასე ვთქვათ, უფრო ადვილად გამოვიდეთ და დისკომფორტი არ ვიგრძნოთ. ეხლა სავსე მთვარეობის დროს რასაკვირველია პროვოკაციების, კონფლიქტების ალბათობა, საქმეთა გარჩევის ალბათობა მატულობს, ზედმეტად აგრესიული იქნება ზოგიერთი და ზოგიერთს პირიქით დეპრესია შეიძლება შეეყაროს. აქ ცდუნებების, შეცდომების დაშვების ალბათობა მატულობს, ჯანმრთელობის გაუარესების ტენდენცია თავის გარდა, აქ რის ჯგუფში შედის ასევე ენდოკრინული სისტემა, პარისებრი ჯირკვალი, ყელის არე და თირკმელების ზონა. ამიტომ ვეცადოთ, რომ კვირას მით უმეტეს არ მიიღოთ ზედ პროდუქტები, როგორიც არის მაგალითად ხილი, როგორიც არის შოკოლადი, როგორიც არის დაუშვათ ალერგიის გაუწვევის სხვა იგივე თაფლი და ასე შემდგომ, ხო? რომ ამან ასე ვთქვათ, ესეთი ალერგიული პრობლემები არ გამოიწვიოს. თავარ რისკ ჯგუფი, ასე ვთქვათ, თავარი ფავორიტები არიან რასკვლელია კვირას, ვერძი, სასწორი, შემდგომ უკვე კირჩხები და თხისკა. აი მათ ჭირდებათ განსაკუთრებული ყურადღება კვირა დღის მიერ, თუმცა ყველას ჭირდება და კვირა დღისთვის ნუ რაფერს მნიშვნელობას ნუ დანიშნავთ. არავით არ მნიშვნელოვანი საქმის დაწყება, არავით არ მნიშვნელოვანი მოლაპარაკება, სხვა შორის აი მოგზაურობასთანაც ვიღოთ ფრთხილად, იმიტომ რომ ტრავმული ტენდენციების ალბათობა მოიმატებს. ზოგს მოუნდება, როცა მოდის დიდი ენერგია კოსმოსიდან, როგორც არის სავსე მთვარეობა, ზოგს მით უმეტეს ახალგაზრდა თაობას აქ მოუნდება ხოლმე ჯირით, იმის დამტკიცება, რომ აი როგორმე ეს ორთქლი რო გამოუშვან, ასე ვთქვათ, დაგროვილი უნდა დამტკიცება, რომ რამაგრები არიან საჭესთან და შეიძლება ტრავმული ტენდენციები დასრულდეს. ამიტომ მივიღოთ ყურადღებით, ვაკონტროლოთ სიტყვები, ვაკონტროლოთ ემოციები, მით უმეტეს რადგან ვერცთან არის დაკავშირებული ეს პერიოდი ვერძი, მოგახსენებათ ყველაზე აგრესიული და ფეთქებად შენიშანია, ამიტომ აკონტროლეთ საკუთარი ემოციები. მათ შორის სახლში პირველ რიგში, სადაც კონფლიქტების ტენდენცია მაღალია. ამას ახლა რა განაპირობებს? ამას განაპირობებს სამშაბათი დღე. ხვალ. სამშაბათს, ესე იგი, ჩვენ გვაქვს ძალიან ესეთი ცუდი, ცოტა ნეგატიური ასპექტი პლანეტა მარსსა და ეგრეთ წოდებულ ქირონს, ასტეროიდ ქირონს შორის. ახლა ქირონი ეს არის პრინციპში სამართლიანობის, მშვიდობიანად საკითხების გადაწყვეტის მმართველი, ხოლო მარსი არის ომის აგრესიის მმართველი. ანუ აქ უკვე ეს მთელ სოფლიოში თვალსაცემი იქნება უკვე ხვალიდან და მით უმეტეს ოჯახებში, იმიტომ რომ ეს ხდება კირჩხიბის ზოდიაქოში და კირჩხიბი ოჯახის ნიშანია.
რომ აი ხან გექნებათ სურვილი რომ მშვიდობიანად მოწესრიგოთ საკითხი პრობლემა, ხან ძალიან აგრესიული ხარ და საკუთარ თავს ვერ უსწრით. ან რომელიღაც ოჯახის წევრი იქნება აგრესიის მომხრე, რომ აგრესიულად გადაწყვიტოს საკითხი, მეორე ოჯახის წევრი იქნება მომხრე მშვიდობიანად გადაწყვიტოს. ამიტომ უნდა გაუძლოთ ამ ყველაფერს. აი ეს ყველაფერი ნუ პრაქტიკულად კვირის ბოლოს ჩათვლით. კვირის ნუ იქედან ორ შაბათამდე, მოდი ასე ვთქვა. მე ამიტომ ვიყოთ ყურადღებით ამ თვალსაზრისით, რომ ეს ამ ასპექტმა არ განაპირობოს ესეთი ბრძოლები თქვენ თავშივე და ოჯახის სხვადასხვა წევრებს შორის. ეს შეიძლება უფრო მაღალ დონეზეც განვიხილოთ, იმიტომ რომ ასტროლოგია ყველაფერზე მოქმედებს. რატომაც გონიათ, რომ პოლიტიკური მოვლენები რომ ეს ხდება, ეს ასტროლოგიასთან კავშირში პირიქით პირდაპირ კავშირშია. პირველ რიგში აქედან მოდის უმრავლესობა იმ მოვლენებისა, რომელიც ამა თუ იმ პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან არის დაკავშირებული ან ქვეყნის მოქმედებასთან. და ამიტომ ვიღოთ ყურადღებით ყველა დონეზე. და კიდევ მოდით დავუშვოთ დღევანდელი დღე. დღეს ძალიან კარგია ეს დღე რით. პლანეტა მერკური, გონების ინტელექტის მმართველი პლანეტა და კომუნიკაციის სამი კვირა იყო რეტროგრადული, უკუმავალი. აი დღეიდან იგი ასწორებს თავის მოძრაობას, ანუ ხდება დირექტული, სწორად მავალი. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ დღეიდან თანდათან, არა უცებ დღეს მაინდა-მაინც, არამედ დღეიდან თანდათან უმჯობესდება შესაძლებლობა კომუნიკაციის, ურთიერთგაგება მატლობს ადამიანებს შორის, უკეთესად სწავა ხელშეკრულებების დადების პროცესი, მოლაპარაკებების დადების პროცესი, წარმოების პროცესი, ასევე აქ შეიძლება ახალი იდეები უფრო ადვილად განხორციელდეს, მგზავრობა მოგზაურობის კუთხითაც კი ნაკლები პრობლემები შეიქმნას და მიიღოთ ის ინფორმაცია, რომელსაც დიდი ხანი ეძებდი და ახლა უცებ შეიძლება უდეს ეს ინფორმაცია ტექნიკა თანდათან უკეთესად იმუშავებს, ანუ შესაძლებლობები პოზიტიური და ახალი იდეების რეალიზაციის, რაც აქამდე 3 კვირა ძალიან რთულად მიდიოდა და 3 კვირის განმავლობაში და ძველი საქმისთვის მიგვეხედა, ეხლა პირიქით კოსმოსი გვეუბნება, რომ აბა ეხლა უკვე მოემზადეთ ახალი საქმე, ახალი იდეა, ახალი ნაცნობობა, ახალი თანამშრომლობა, ახალი შესაძლებლობების დრო მოდის. აი სწორედ მერკური ამას გვასწავლს და თვისაც აქ რაღაც სურვილი დიდი გარდაქმნებისა, რადიკალური ცვლილებებისა, საკუთარ ცხოვრებაში შეიძლება ხასიათშიც კი პარასკევის აუკეთესო, ამისთვის პარასკევი გამეკანა. რეტროგრადული რჩება ვენერა. ვენერა რჩება, კი, მაგრამ ისიც მალე გაასწორებს სადღაც ალბათ დაახლოებით ერთ კვირაში და ნუ ესეც ამისგანაც განთავისუფლდებით. ეხლა მოდი აღვნიშნოთ, რომ ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს რა ტენდენციები ელოდებათ, ეს ზოგადი ტენდენციები ეს კვირისა, ეხლა ცალკეული ზოდიაქოს ნიშნები. ყველა სჭირდება პირველ რიგში ყურადღება კვირა დღის მიმართ. ეს კვირა და უკვე შაბათი დღის მეორე ნახევრიდან. აქ დაძაბულობა, მატულობს კონფლიქტურობა, მაღალია პროვოკაციებს, ნოაყვები, ტრაუმულაური ტენდენციების ალბათობა მაღალია და ჯანმრთელობას ცოტა მეტად გავფრთხილდეთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს არაფერი არ ვაკეთოთ და შიშის ასე ვთქვათ ზარი შემოვკრათ, არა, პირიქით. რაც შეიძლება მეტი ოპტიმიზმი, რაც შეიძლება მეტი იუმორი, მეტი ურთიერთობა დაუშვათ შემოქმედებასთან, ხელოვნების ფართო სპექტრთან, მეტად კონდეთ ურთიერთობა სასიამოვნო ადამიანებთან, კი ბატონო, აი დაუშვათ ტურისტული ლაშქრობები, ან დაუშვათ ოღონდ კარგად მომზადებული, არა ისე რომ წახვალ და მე არ ყვევ ცხადხარ, ხო? ესე არა, კარგად უნდა იყოს ყველაფერი მომზადებული, ხო? შტაბ-ბიჭების მისაღებად კი ბატონო, კარგი პერიოდი, ოღონდ არავითარი კონფლიქტები, იმიტომ რომ შეიძლება თქვენგან არ გამოვიდეს კონფლიქტი, მაგრამ ვიღაც აღმოაჩინოთ, რომ ამ გზაში ან სადღაც არის ძალიან გაღიზიანებული კონფლიქტური, იქ დაუშვათ იგინება, ნასვამია და შეგო, ხა არ უნდა ავყვეთ. არა, გავერიდი. ეს არის პროვოკაცია. ანუ სამყარო გიწყობ თქვენ გამოსტას ამ კუთხითაც. როგორ გაევლით ამ გამოსტას, ხო? მით უმეტეს აქ ბევრს ექნება მიდრეკილება ალკოჰოლის სასმელებისადმი, რაც საერთოდ იგზალება სავსემთვარეობის დროს, მაგრამ სწორედ აი მიდრეკილება ეზლიერდება და მერე აი ამ სასმელი კიდე უორმაგებს ენერგიას და მერე აქ ადამიანს სურვილი რომ დაიცალოს, როგორმე დაცალოს ეს აგრესიის ენერგია სხვა ადამიანებს, რაც მერე კონფლიქტის წინაპირობა ხდება. ამიტომ ახლა იყო ცოტა ყურადღებით და ვთხილოთ. ეხლა რაც შეეხება უკვე ვერძზე თქვენი დროა. ეხლა ენერგოტონუსი მაღალი გაქვს, ჯანმრთელობა მდგრადია, თქვენ შეგიძლიათ არაერთ საინტერესო იდეის შესრულება და რეალიზაცია, მატერიალურობის გაუმჯობესება, პარტნიორული თანამშრომლობა, როგორც ლიდერმა, ხელმძღვანელმა კარგად შეგიძლიათ წარმოაჩინოთ თქვენი მონაცემები და სხვა შეცვლილებების დროა. შეიძლება მაგათ შეცვალოთ თქვენი მსოფლმხედველობა, თქვენი ცნობიერება უფრო მაღალ დონეზე აიყვანოთ. აქ შეგიძლიათ მაგათად რაღაცა ახალი საინტერესო ურთიერთობა ჩამოაყალიბოთ ან არასტანდარტულად გაწყვეტოთ საკითხები. ან საერთოდ შეცვალოთ თქვენი გარეგნობა, ვარცხნილობა და შემდგომ ცხოვრებისული სტილიც კი. ანუ ეს არის პერიოდი ტრანსფორმაციისა თქვენს ცხოვრებაში. სულიერი, გარეგნული, ნებისმიერი ფიზიკური ტრანსფორმაციისა კი ბატონო, სიახლეების კუთხით ძალიან მშვენი პერიოდია და თან უფრო მეტიც.
აქ ძალიან კარგი დრო ანალიზისთვის. ადრეული პერიოდი დაუშვათ, როგორ ჩაატარეთ ესა თუ ის საქმე, როგორ ჩაიარა, ან ესა თუ ის ურთიერთობა, როგორ დაუშვათ განახდა, არ განახდა, სხვა შორის პარტიებისთვის, ან ურთიერთობების განსაახლებლად, ასევე ძალიან კარგი პერიოდი, ამიტომ შესაძლებლობები გაქვთ მრავალფეროვანი. თქვენი დროა იმოქმედეთ აქტიურად, უნდა იყოს დინამიური, აქ სიზარმაცეს ადგილი არ უნდა გქონდეს, მაშინ ყველაფერი გამოგივათ, იმიტომ რომ იღბალი ახლა თქვენს მხარეს არის. ჯანი და ენერგია მით უმეტეს ყველაზე მეტი თქვენ გაქვთ ახლა ამ პერიოდში. რაც შეეხება კუროს, აი უკვე 10 რიცხვიდან კუროს ჭირდება ძალიან მშვიდ სკოროსულ რიტმზე გადასვლა, იმიტომ რომ ხა არასდრო გადის ენერგოტონუსი მათი კლებულობს. თუ რაღაც მნიშვნელოვანია საკითხი, რაღაც მოლაპარაკება, რაღაც გასაკეთებელია, სკოლია 10 რიცხვამდე ჯობია ეს ყველაფერი შევასრულოთ კუროებმა, 10-ის მერე უნდა გადავიდეთ 7 სკოროსულ რიტმზე. არაფერი ახალი, მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული სარისკო აქ ფაული მტრეები, ჭორები, ინტრიგები უკვე ამ კვირიდან თქვენ იგრძნობთ და მეორე ნახევრიდან მით უმეტეს აძლიერებენ თქვენ საწინააღმდეგო მოქმედებებს. იმუნიტეტი კლებულობს, ამიტომ ადვილად დაღლის ტენდენცია შესაძლებელია ამან იჩინოს თავი, ამიტომ მეტად დაასვენ. მე არ ვამბობ არაფერ გააკეთოთ, გააკეთეთ რაც საჭიროა, ვალდებულებებით შეასრულეთ, პასუხისმგებლობაც გააქვთ სათანადო, მაგრამ თან მიეცით მეტი დასვენების საშუალება საკუთარ ორგანიზმს და ამას ნუ ჩათვლით რომ ეს სიზარმაცის გამო მოგდით. არა, ეს ორგანიზმი ითხოვს ამ შემთხვევაში ამას რომ ახარჯული ენერგია ადვილად ასე ვთქვათ აღადგინოთ. ამიტომ ეცადეთ ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ, მე თვითონ უკვე 10 რიცხვის შემდგომ, შვიდად გააგრძელოთ ეს ხო. სადღაც 10 დღეში იგრძნობთ რომ ერგოტონუსი გემატება და დაიწყება საინტერესო პერიოდი უდავოდ თქვენთვის. ზეც გადავა კუროში. ხო, თავისთავად. და ეხლა მოშორნეები, ფარული მტრეები, ჭორები, ინტრიგები მაინც მეტად იჩენენ თავს. და ამ ხრივ ცოტა ყურადღებით ანასკმელი დავაჭიროთ და საიდუმლოდ ვიმოქმედოთ. გააჩერება ტყუპებს ვერ გააჩერებთ. არნახული ორატორული მონაცემები, სასწაული გონება מחვილობა, ძალიან დინამიურია ეს ნიშანი. საუკეთესო პერიოდი აქვს მას სიახლეებისათვის. ახალი შეიძლება ვარცხლობით გამოგეცხადოთ და გადაგრიოთ კიდეც ახალი ტანსაცმელი, ახალი მანერები, ახალი სტილი, ცხოვრების რეფორმების დროა შემოკარგება. ახალი მეთოდოლოგია შეიძლება მოიფიქროთ. მოდი ასე ვთქვათ, ინტერნეტი, რაც შეიძლება მეტი კავშირები ინტერნეტს, რაკეთან მოვა საინტერესო ახალი ნაცნობობა, ახალი საინტერესო იდეები, პროექტები. ეს პერიოდი ხელს უწყობს თქვენ სპონტანურ იმპროვიზაციას, ორიგინალურ თვით გამოხატვას, ინტუიცია გეზრდებათ. მასზე დაყრდნობით შეგიძლიათ სწორი არჩევნის გაკეთება. უნდა ეცადეთ, რომ ეს ყველაფერი უჯობესია 10 რიცხვის ჩავლით. მეორე ნახევარი ცოტა ფრთხილად წინდახედულად გავიაროთ მაინც ამ კვირისა, რომ შეცდომები არ დაუშვათ. აი, კვირას განსაკუთრებულად ექნება ფეიკების ალბათობა მაღალი ინტერნეტთან მიმართებაში. დაამხრივ ცოტა გადაამოწმეთ ინფორმაცია. რაც შეეხება კერჩხიბებს ერგოტონუსი ასევე ეცემა, განსაკუთრებით 10 რიცხვის შემდგომ. ამიტომ თქვენ ერთ-ერთ რიცხვის ჯგუფში ხართ, ასევე სავსემთვარეობასთან დაკავშირებით, ესე იგი მეორე ნახევარი კვირის 10 რიცხვის შემდეგ. რაც შეიძლება ფრთხილად წინდახედულად გაიარეთ, არავითარი საქმეთა გარჩევა, არავითარი პროვოკაციებზე აყულა, არავითარი გრანდიოზული იდეებში ჩართვა. ეს ყველაფერი თუ მაინდა-მაინც გინდათ პირველ ნახევარში განახორციელოთ. მეორე ნახევარი უფრო რთულია თქვენთვის და განსაკუთრებული სიფრთხილე კოლეგებთან ხელმძღვანელობთან მიმართებაში კვირის მეორე ნახევარში. სადაც თქვენი ემოციურობა, გაღიზიანება მატულობს და ამის გამო შეიძლება ადვილად აყვეთ რაღაც პროვოკაციულ საუბრებს და ამის შემდეგ ამას მოყვება კონფლიქტები კოლეგებთან ხელმძღვანელობთან და რაც სასტიკად დასწევს უკან თქვენი პროფესიონალური წესრიგის პერსპექტივას. ამიტომ შეინარჩუნეთ სტატუს quo და მეტი დიპლომატიურობა გამოავლინეთ. რაც შეეხება ლომს, ლომი პირიქით ძალიან აქტიური, ენერგიულია, ძალიან პომპეზურია. ეხლა საუკეთესო დროა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის უცხოეთში მათ შორის. პარტნიორული თანამშრომლობა უცხოელებთან. უბრალოდ უნდა შაბიჟლების მიღების კუთხით არნახულ შაბიჟლებას მიიღებთ. ამ პერიოდში საინტერესო ადამიანებსაც გაიცნობთ. შეიძლება მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების პერსპექტივაც კი გაჩნდეს. სწავლა უცხოეთში იქნება ძალიან კარგი უცხოენების ათვისება, ძალიან ადვილად და კარგად წავა ამ პერიოდში. ამიტომ ნამდვილი ლიდერი ხართ. გამოკვეთილი მეტად დაერდანით ოპტიმიზმს. ძველ ვალდებულებებსაც შეასრულებთ და ძველ ვალებსაც გადაიხდით და ახალ საინტერესო პროექტებში შეიძლება ჩაერთვეთ, რაც მატერიალური კუთხითაც იქნება მეტად მომგებიანი და სასიკეთო. რაც შეეხება ქალწულებს 10 რიცხვის ჩათვლით, აქ აქტიურად შესაძლებლობები უდაოდ გაქვთ. პარტნიორული გინდა თანამშრომლობა, კოლექტიური ძალისხმევა, ინდივიდუალური მუშაობა, ყველაფერი გამოგდით. ოღონდ ენას გველი დააჭირეთ ამ კვირაში. ნუ გათქვავთ საიდუმლოს, თორე ლაპარაკეთ, ამას არავინ არ გეშლით, უბრალოდ საიდუმლოს ნუ გათქვავთ. და მოდი აღვნიშნოთ, რომ მეორე ნახევარი უკვე ფრთხილად. ეხლა ეს ნიშანია ქალწულებსაც არნახულად მაღალი აქვს. პასუხისმგებლობის ნობა და ვალდებულების უნარი. ყოველთვის უნდა რომ ბოლომდე ასუროკდებოდეს, მაინც უნდა გააკეთოს ის,
მესმის ეს ყველაფერი, მაგრამ მეორე ნახევარი შეიძლება წაიქცეთ. ამაშია საქმე, იმიტომ რომ ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არ ამდგრადია, ამიტომ ნუ გადაიღლებით. კვირის მეორე ნახევრში. ამაზე მხოლოდ საუბარით, რომ რაც გასაკეთებელია, გააკეთეთ, იმუშავეთ, ოღონდ დასვენების საშუალებას მეტი მიეცეთ ორგანიზმს, რომ მოხდეს დახარჯული ენერგიის სათანადოდ აღდგენა. აი ეს არის აუცილებელი, რომ კვირა მეტნაკლებად სტაბილური იყოს. რაც შეეხება სასწორებს ერგოტონუსი, მატულობს შარმი, მატულობს ეს ნიშანი ხდება ფრეა დიპლომატიური, კომპრომისების კარგი უნარი აქვს და ამასთან ერთად იდეების რეალიზაცია, შემოქმედებით ნიჭის უნარის გამოვლენა, ქორწინებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია და ყველაზე მნიშვნელოვანია მათთვის პარტნიორული ურთიერთობა. პარტნიორული ურთიერთობა სტაბილურია, გინდ დავუშვათ პირადი ურთიერთობას ეხებოდეს ეს, გინდ საქმიან ბიზნეს პროექტებში მონაწილეობას, აქ შეიძლება წარმოიქმნას მithoetes კვირის მეორე ნახევარში რაღაც დაძაბული სიტუაციები, რაღაც დაძაბული საკითხების განხილვა. რა არის საჭირო? თქვენი საფირმო შტრიხების გამოვლენა, მეტი დიპლომატიურობის, მეტი თავდაჭერის, მეტი მოდი ესე ვთქვათ ინტუიციის და ამასთან ერთად მშვიდობიანად პრობლემების გადაწყვეტის თქვენი უნარი. მაშინ გადასწორებული კვირა გექნებათ, მაგრამ კვირის მეორე ნახევრისთვის მაინც გრანდიოზულ პროექტებს, იდეებს ნუ დანიშნავთ და ნუ ჩაერთვებით მათში და მოლაპარაკებები ჯობია პირველ ნახევარში განახორციელოთ. რაც შეეხება მორიელს, პირველი ნახევარი გამოიყენოთ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ერგოტონუსი გადლებს საშუალებას არაერთი საკითხი მოაგვაროთ, არაერთი პარტნიორული თანამშრომლობა შეიძლება ჩამოაყალიბოთ, მაგრამ მეორე ნახევარი უკვე მაქსიმალური ყურადღება ჯანმრთელობას. ამიტომ აქ ჯანმრთელობამ შეიძლება პრობლემები შექმნათ, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის ზონას ეხება ეს და ხარისხი გადაამოწმეთ კვების და დაუშვათ მათ შორის სასმელის, რათა აქ მოწამვლას არ კონდეს ადგილი. საექიმო შესაბამების ალბათობაც მაღალია, ამიტომ ჯობია თუ არის შესაძლებლობა რომ შეიკავოთ თავი იქით ორშაბათამდე მაინც ექიმთან მისვლის კუთხით და თუ დიაგნოზი დაისვა, გადაამოწმეთ აუცილებლად და ამასთან ერთად აღვნიშნოთ, რომ პირველი ნახევარი კი შესაძლებლობას გვაძლევს თქვენი ღრმა ინტუიციით სწორი არჩევნის გაკეთებისა. მეორე ნახევარი შეიძლება ინტუიციამაც გიგტყუნოთ. ამიტომ ვიყავით ცოტა ყურადღებით მეორე ნახევარი კვირისა უკვე სადღაც 10 რიცხვის შემდგომ გადადით 7:42 რიცხვზე, მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას და ყოველდღიურ საქმეებს და არის კონფლიქტოთ ხელმძღვანელებთან და დაუშვათ ზოგიერთ კოლეგასთან. რისი ტენდენცია ამ პერიოდში არაუცილებლობა, მაგრამ ტენდენცია მატულობს. რაც შეეხება შულოსანს, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, საკმაოდ ასე ვთქვათ, მიმზიდველიც არის, ქარიზმატულია, ბევრი რამ შეუძლია ამ კვირის განმავლობაში. მათ შორის ძალიან კარგად უგებს ახალგაზრდა თაობას. აი როგორც პედაგოგი იქნება ძალიან კარგი და წარმატებული. ამასთან ერთად შვილებთან ურთიერთგაგება მატულობს, პირადი ურთიერთობებისთვის ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება უჩნდეს ახალ რომანტიკულ ურთიერთობებში ან თავგადასავლებში ან არსებული ურთიერთობა მაღალ დონეზე აიყვანოს. შეიძლება სადღესასწაულო ფეერვერკიც კი მოაწყოთ ოჯახში ან სასწავლო პარტნიორთან მიმართებაში ხდება ეს ნიშანი არანახულად აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, ნამდვილი ლიდერი და ბრწყინვალე ორგანიზატორი. ამიტომ შანსები წარმატებისა გაგვთ ძალიან მაღალი, ოღონდ პარასკევიდან უკვე კვირის ჩათვლით შვიდად, იმიტომ რომ აქ სულსტრაფობა მოიმატებს, დიქტატორული ეგოისტური ტენდენციების გაძლიერება თქვენში შეიძლება გახდეს უსიამოვნებების და კონფლიქტების მიზეზი. ამთლიანად კარგი პერიოდი აი ამით არ გაგვჭირთ. რაც შეეხება თხისკას პირველი ნახევარი გამოიყენეთ 10 რიცხვის ჩათვლით, იმიტომ რომ აქ ენერგოტონუსის გაძლევით ამის საშუალებას და თან გრანდიოზული პროექტები შეიძლება განახორციელოთ, ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოაყალიბოთ, მატერიალურ გამარჯვებას გაუმჯობესოთ, მნიშვნელოვანი საღირლებიც კი გააკეთოთ, მაგრამ უკვე 10 რიცხვის შემდგომ გადადიხართ 7:42 რიტმზე, იმიტომ რომ აქ სირთულეები მოიმატებენ. ეს ის პერიოდი, რომელშიც შეიძლება საყოფო ცხოვრება პრობლემა მეტად იშინონ თავი, გაგიფუჭდეთ სამტექნიკა, ელექტროტექნიკა, ამას დამატებითი ხარჯი და დრო და ენერგია უნდა. აქ შეიძლება დაიძაბოს ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან, ნათესავებთან, ამიტომ ვიღოთ ცოტა მეტად ტაქტიანი, ფრთხილი, ნუ გაჯიუტებით და ნუ იქნებით ზედმეტად პირდაპირ კვირის მეორე ნახევარში. და ცოტა მეტად დაასვენეთ საკუთარი თავი, რათა აი ამ გადაღლამ არ გამოიწვიოს სწორედ თქვენი სიჯიუტე ზედმეტი სიხისტე პირდაპირობა, რამაც შეიძლება ურთიერთობები ზედმეტად დაძაბოს. რაც შეეხება მერწყულებს, ძალიან კარგი პერიოდია, ერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ფინანსური მდგომარეობის გამოჩებესების კუთხითაც კარგია, მრავალფეროვანი კონტაქტები, შეხვედრები, მოლაპარაკებები, საინტერესო ადამიანების გაცნობა, პარტნიორული თანამშრომლობა, მგზავრობა მოგზაურობისთვისაც ძალიან კარგი პერიოდია, აუმჯობესებთ ურთიერთობებს, ირგვლივ ადამიანთა ურთიერთგაგება მატულობს, შესაძლებლობა ახალი იდეების რეალიზაციის, არასტანდარტული აზროვნებისა და მოქმედებისა გენერირება ხდება საინტერესო იდეებისა თქვენში, რაც გაძლევს საშუალებას, რომ მნიშვნელოვანი საღირლებიც გააკეთოთ, მეტი კომფორტი მოაწყოთ სახლში, ახალი საინტერესო იდეები, პროექტები ჩამოაყალიბოთ და რაღაც რეალიზაცია მოახდინოთ, მაგრამ ეს ყველაფერი ჯობია 10 რიცხვის ჩათვლით.
მეორე ნახევარი კვირისა ეცადეთ უფრო 7-ის ხორცულ რითმით გამლო და არაფერი ის არის კომიშვანი აქ არ დაგეკმოთ. და რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს, წარმატებული პერიოდია პირველი ნახევარი კვირისა. შემოქმედებითი კუთხითაც კარგია. აქ შესაძლებლობები სხვა შორის ადრეული საქმიდან მატერიალური მდგომარეობის გამოჩვენებისათვის ან ისეთ პროექტებში ჩართვისასაც წარმატება გაქვთ, უდაოდ არის შემოქმედებითი კუთხითაც კარგად იმუშავებ და ჯერ კიდევ ინტუიცია მდგრადია. მაგრამ მათი რიცხვის შემდგომ ენერგოტონუსიც ეცემა. რაღაც დეპრესიული მომენტები და ცუდი აზრების მოზღვავების ალბათობა ძლიერდება. ნუაყვებით მათ პირიქით ოპტიმიზმით აღივსეთ, რომ ამას არ მოყვეს მერე შიდა, ასე ვთქვათ, განწყობის არასასიკეთოდ შეცვლა და მეორე ნახევარში უკვე კვირისა ფარული მტრები, ჭორები, ინტრიგები თქვენ საწინააღმდეგოდ გაძლიერდებიან. ამიტომ ეცავთ, რომ ნიშნავანი საკითხები პირველ ნახევარში მოგვაროთ, 10 რიცხვის ჩათვლით, მეორე ნახევარი უფრო მშვიდად გავიაროთ მაქსიმალური ოპტიმიზმით, არანაირი დეპრესიული და ცუდი აზრების გამოვლინებებით. ვინც გაფრთხილებულია, ის შეერაღებულია, ეს კარგად ვიცით, გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია და შევეცადოთ, რომ დავგეგმოთ კვირა. უპირველესად ალბათ გასათვალისწინებელია ის ფაქტორები, რაზეც უკვე ბატონმა მიხეილმა ისაუბრა, მაგრამ მე მაინც ვიდრე დაგემშვიდობებით ერთი შეკითხვა მინდა დავსვა. 3 ფავორიტი ნიშანი, რომელიც შეიძლება რომ ამ კვირაში გვყავდეს. ნუ რასაკვირველია ეს პირველში ცეცხლის სტიქი ასე ხება ხო? ვერძი, შილდოსანი, ლომი. მათ შემდეგ შეიძლება უკვე ტყუპებიც აღნიშნოთ, იმიტომ რომ ამათ აქვთ ყველაზე მეტი ენერგია, ჯანი, იღბალი ამ პერიოდში. მაგრამ მაინც ყველას მათაც თხოვ. ხუთშაბათის ჩათვლით. უკვე პარასკევი და განსაკუთრებით შაბათი კვირა ეცადონ ცოტა ფრთხილად გაიარო. კი ბატონო, ჩვენ მომდევნო ორ შაბათს ამ ფორმატში ისევ შევხვდებით ერთმანეთს. მადლობა გიხდით ყურადღებისთვის.